არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ აი მე მაგალითად ჩემს სანაცნობოში არ მყავს ადამიანი, ვისაც მსგავს პრობლემასთან შეხება არ ქონია, ან მის ახლობელს, ოჯახის წევრს, მეგობარს, ნათესავს და ასე შემდეგ. ძალიან დიდი პრობლემაა დღესდღეობით საქართველოში. სხვა ქვეყნების ფონზე შეიძლება ნაკლებად ჩანდეს, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და აქ ეს ამდენი რაოდენობა უკვე ძალიან ბევრია. ბევრ ადამიანს ესაჭიროება დახმარება. 96% ესე სტატისტიკა არსებობს, 95-96%. ის იასრულებს ცხოვრებას, რომ ვერაცნობიერებს, რომ ეს პრობლემაა. იმიტომ რომ დაავადება არ არის მარტივი, აქვს ჩვეულებრივი თავისი უარყოფის თვითმოტყუების სისტემა, რომელიც იცავს იმ რეალობიდან რა რეალობაშიც იმყოფება ადამიანი. ურჩევნია ილუზიები შეიქმნას საკუთარ თავსა და გარემოებაზე, ვიდრე აღიაროს, რომ პრობლემა აქვს. იმიტომ რომ თუ აღიარებ, რომ პრობლემა აქვს, ამის გადაჭრა უნდა დავიწყო. ასევე ფინანსებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და არის რაღაცა კატეგორია, რომელსაც სურს გამოჯანმრთელება, მაგრამ ამ ადამიანებისთვის არის უფასო ჯგუფები, რომელზეც შეუძლია დაასწრება და მიიღონ მონაწილეობა და პრობლემის გაუცნობიერებაც არის. ერთად შემთხვევაში ყველაფერი იწყება ხათრით. ხათრი მე გადადის იმედში და იმედი რწმენაში, რომ იმას თუ გამოვიდა, მეც გამომივიდა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაძლევთ. რეაბილიტაცია არის გამზადებული საკვები, რომელიც უნდა მიირთვა და ჯანსაღი იქნება შენთვის და შენი ცხოვრებისთვის. რეაბილიტაციაში მოსული ადამიანს რო შეეწყვიტა შუაგზაში, ხშირი არ არის, მაგრამ მაჩვენებელი არის 30-35% დაახლოებით. განაპირობა აი უარყოფის სისტემის ვერ გადალახვა, ვერ დამარცხება, წერტილოვან შეტევებს უკეთებთ ხოლმე, მასთან ერთად გავდივართ ამ გზას, ჩემი მისია არის მასთან ერთად გავიარო ის გზა, რა გზასაც გადის, მაგრამ ხანდახან ძალიან რთულია გაუშვა იმას ხელი, რაც გაქვს და სიმართლეს გაუსწორო თვალები. იმიტომ რომ სიმართლე მწარია, მტკივნეულია, ასეთი მარტივი არ არის. ოჯახის წევრებს ურჩევდი, რომ პირველ რიგში დაიწყეთ საკუთარი თავით და დამოკიდებულ ადამიანს ვეტყოდი, რომ ცადე, იმიტომ რომ ბევრს გამოუვიდა. შეიძლება შენ თვითონ, შენ გარშემო ნახო ადამიანები, რომლებმაც ფატალურად დაასრულეს ცხოვრება. შენ თუ არ გინდა რომ ფატალურად დაასრულო, უბრალოდ ცადე რა, ხო ისედაც რაღაცეები გიცდია შენ ცხოვრებაში. ესეც ცადე. არ არსებობს ცუდი ადამიანი. არსებობს ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაავადება და ეს დაავადება შეგვიძლია გადავიტანოთ გამოჯანმრთელებაში. იმას, რასაც მოხმარებისთვის ვაკეთებთ, იმის 5-10% რო გადავიტანოთ გამოჯანმრთელებისთვის, შეგვიძლია, რა ვიცი, ძალიან შორს წავიდეთ. მაგრამ პოზიტიური მხრივ.